მოგესალმებით, ეს კვირის თემა მინატა გოგელია ვარ. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციის დაწყებამდე მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ რეფორმებზე ვრცლად ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა გახსნილ საწარმოებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, გატარებულ რეფორმებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, ლარის კურსზე და როგორც წესი არც მედია დარჩენია დაუტოქსავით, თუმცა პრესკონფერენციაზევე მიიღო ჟურნალისტისგან საკმაოდ სერიოზული დამამწურავი პასუხი. სად არის 100 საწარმო? 105 და არა 100. 105 საწარმო. მე გითხარით რომ 105-ია და არა 100. მე გთავაზობთ რომ დაუკავშირდეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ან ეკონომიკის სამინისტროს, ან ორივეს ერთად. მოვაწყოთ ერთობლივად მედიატორი, თუმცა აქვე მინდა ვისაუბროთ შემთხვევით და გითხრათ რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი და სამინისტრო აპირებს რომ დაგეგმოს მედიატორი თქვენთვის პირადად მედიისთვის დაინტერესებული პირებისთვის 15 აპრილიდან თქვენ გეგმავთ საშუალება რომ ჩაერთოთ ამ მედიატორში, მიიღოთ მონაწილეობა და ნახოთ მიმდინარე სამუშაოები. მე პირადად რამდენიმე საწარმო გავსენი გასულ წელს. მე მეკითხებით სად არის საწარმოები. თელს რეგიონებში ყველგან. და არაფერი არის დამალული. ეს არის კონკრეტული ფაქტები. თქვენ როგორ გონიათ რომ მე გავბედავდი და მოვიტყუებდი. აქ გეტყოდით ტყუილს რომ 105 საწარმო დავაფინანსეთ? არც ერთ შემთხვევაში. მე ვიცი რომ დღეს მედი არის ძალიან ძლიერი. ხარ ჩასაფრებულები, ყავს ძლიერი ოპონენტები, არა მხოლოდ არაერთი და მე არასოდეს ტყუილს არ ვიკადრებ რომ უსრა მოსახლეობას 105 საწარმო შევქმნით თუ არ შევქმნით. აი ეს არის კონკრეტული ფაქტები. არ გჯერათ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენ დაგეხმარებით რომ გაჩვენოთ 105 საწარმო. რა თქმა უნდა, ყველა არ არის დასრულებული, მე გარ მithქვამს, მაგრამ მე გითხრათ რომ შეიქმნა, დაფინანსდა 105 საწარმო და გადაიარაღდა 580 საწარმო. და ის ფაქტი რომ ამ თემაზე არავინ არ საუბრობს, ესეც ალბათ მიუთებს იმაზე რომ თქვენ სამწუხაროდ ან თქვენს მფლობელებს ასე ვთქვათ, არ გაინტერესებთ უბრალოდ რა ხდება ქვეყანაში. თქვენ გონიათ რომ ეს ქვეყანა ამ მთავრობის არის. არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ რაღაც კონკრეტული ვადით, კონკრეტული ვალდებულებით ვემსახურებთ ამ ქვეყანას, ამ ხალხს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ჩვენ ან წავალთ, ან დავრჩებით, თუ ხალხი მოისურვებს. ეს მუდმივი პროცესი, ეს ყველა, ასე ვთქვათ, ყველა ადამიანის ვალდებულებაა. რომ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას რაიმე ფორმით ისე როგორც შეგვიძლია დავეხმაროთ. თქვენ ქმნით რაღაც ქაოსს ქვეყანაში. აბსოლუტურად სხვა რეალობა გაქვთ შექმნილი მედიაში. სამწუხაროდ. თქვენ არ ამ შემთხვევაში. მე ბოდიშს ვიხდით თქვენ კონკრეტულად, რა თქმა უნდა, თქვენ არ გულისხმობთ. მე გულისხმობ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დგანან ამ მედია საშუალების უკან. სამწუხაროდ და საბედნიეროდ არის ის რომ ჩვენ ვართ ღია მთავრობა და ჩვენ არ გვიშინი ამ სიცრუის და ამ პროპაგანდის. თქვენ ნახეთ რომ ჩვენ ვართ გამონაკლისი მთელ სოფლიოში. რომ არ გაგვაჩნია, არ ვაკონტროლებთ არც ერთ ტელევიზიას. ასე რომ ეს არის მე ვფიქრობ უპრეცედენტო. და არ არსებობს ასე ვთქვათ ძლავრი ალტერნატიული საშუალებები, რითაც მოსახლეობა გაიგებს რეალობას. ის განწყობები, რაც არის შექმნილი ქვეყანაში, ის განცდა, რაც ეუფლება ბიზნესმენს, ჩვეულებრივ მოქალაქეს, მეწარმეს, ბანკირს, თუ ნებისმიერ სხვას, არის რადიკალურად განსხვავებული არსებული რეალობისგან. მე გეტყვით რომ გასულ წელს სხვა შორის ისე დაატრიალეს, ისე გაუშვეს ჩემი სინქრონი დამახინჯებულად ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში. თითქოს მე ვთქვი რომ გასული წელი იყო ყველასთვის საუკეთესო. მე ეს არ მithქვავს, მე ვთქვი რომ მე შევხვდი ბიზნესმენებს, რომელმაც მითხრეს, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი ფული გააკეთეს ბოლო 5 წლის განმავლობაში. არა, მე ვთქვი რომ პირიქით, მე ასე ვთქვი, მე ვთქვი რომ ბიზნესმენებმა თქვეს და ისე გააკეთეს, ანუ თქვენ აღიარეთ, რადგან მე თქვენზე არ მithქვამს. ძალიან დიდი ბოდიში ადგილიდან დისკუსია არის. და არ აბსოლუტურად სერიოზულობით მე მინდა გავაგრძელო და ეს ისე არ მომიყვანია ეს მაგალითი, ეს ერთ-ერთი მაგალითია, მაგრამ ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ეს არის ვალდებულება, მე ვიტყოდი. მედია საშუალების ყველა ადამიანის, მნიშვნელოვანი არა პროფესიას. ჩვენ პროფესიას ვირჩევთ და ჩვენ კერძო სექტორი იქნება ეს თუ სახელმწიფო საჯარო სექტორი, ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის შვილები. და ჩვენ ერთხელ ცხოვრობთ, ერთხელ გვეძლება საშუალება, ერთხელ გვეძლება შანსი და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ ბოლომდე. რომ რაღაც კარგი დავტოვოთ.
მე ძალიან მაინტერესებს უბრალოდ რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც ამ სისრულის ტირაჟირებას ახდენენ. ასეთ ზღვარგადასულ, ასე ვთქვათ, სისრულეს ეუბნებიან მოსახლეობას. რას ფიქრობენ, ოდესმე მე დაუსვამ საკუთარი თავისთვის კითხვა. რამე საკეთებენ კარგს ჩვენი ქვეყნისთვის, ან ჩვენი მოსახლეობისთვის. ნახევარზე მეტი ჩვენი მოსახლეობის არის გაჭირვებული. საჭიროებენ დახმარებას სახელმწიფოსგან. იღებენ პენსიას, იღებენ სოციალურ დახმარებას, უმძიმესი ვითარებაა. და ამ ფონზე ისე დაძაბულ მოსახლეობას, ამ ვითარებაში, ამ ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ვართ. ასეთ რთული გამოწვევების წინაშე. ადამიანები ეს რამდენიმე ადამიანი ამ შემთხვევაში. თქვენ ხართ უბრალოდ საშუალებები ამ შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ გიყენებენ როგორც ბრმაიარაღს, სამწუხაროდ. ქმნით აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას, რომელიც არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ თუ იქნებით მოწოდებული, რომ რეალური ინფორმაცია მიიტანოთ ადამიანამდე და მისცეთ საშუალება მთავრობას, რომ განმარტოს, გააკრიტიკეთ, მაგრამ მიეცეთ საშუალება, რომ განმარტოს მთავრობას ამა თუ იმ საქმესთან მიმართებაში. ძალიან სამწუხარო გუში მაგალითს გეტყვით. ჩემი წუხილი რაც არის, არა მხოლოდ ჩემი, არა მოსახლეობის წუხილს გეუბნებით. ამ შემთხვევაში ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის წუხილზე აღარ არის საუბარი. არავის არ აინტერესებს რა მაწუხებს მე. ჩვენ უნდა გვაინტერესებს რა აწუხებს ხალხს, ხო? მოსახლეობის წუხილს გეუბნებით, მე კონკრეტულ ფაქტებს გეუბნებით. ყველა რეგიონს სადაც არ ჩავედი, არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ, ყველა ერთეგივეს მეუბნება. რომ ხალხს გააგებინეთ და გააჩუმეთ ეს ტელევიზია, მე მეუბნები, რომ ვერ გავაჩუმებთ, იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიის, ასე ვთქვათ, არსი, რომ მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ მათი მოთხოვნა ხალხის დაკვეთაა, რომ ჩვენ მთავრობამ და ხელისუფლებამ გავაგებინოთ თუ რას ვუკეთებთ მათ, რომელიც მათ ხშირად არ იციან. მე არ ვამბობ, რომ რაღაც სასწაულებს ვაკეთებთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვაკეთებთ კარგს. თუ ცუს ვაკეთებთ, თუ შეცდომა მოგდის, გითხარით, ჩვენ მზად ვართ. მზად ვარ ბოდიში მოვიხადო, მე პირადად ნებისმიერ მინისტრი გამოვა, რაც გინდათ ნებისმიერ შეკითხვა დაუსვით, დეპუტატი დაიბარეთ, ნებისმიერი ადამიანი ხელისუფლების წარმომადგენელი. მაგრამ ნუ დავამახინჯებთ სიმართლეს. ეს არის უბრალოდ ჩემი, თუმცა ამ მოწოდებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ამ მოწოდებას არ გაითვალისწინებს არც სააკაშვილი და არც კიდევ ვიღაცები, რომელიც სახელი და გვარი ჯერ არ მინდა თქვა, რომლებიც სააკაშვილის პოლიტიკას აგრძელებენ და ხელს უწყობენ. ეს არის რეალობა. გუშინ ვიყავი, ესე იგი, ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი პირველი მე ვიტყოდი. კლინიკა გაიხსნა. საუნივერსიტეტო კლინიკა. სადაც 600 ადამიანი დასაქმდება, სრულად ესე ოპერირება შევა სამუშაოები, ესე იგი, 20 აპრილს. განვაახლეთ დაანგრეული, აბსოლუტურად ამორტიზებული მერვე საავადმყოფო. 600 ადამიანი დასაქმდება და 6000 სტუდენტი, ქართველი სტუდენტი, ექიმები, მომავალი პროფესიით ხო ექიმები და სხვა სპეციალობის ისინი სტუდენტები გაევლიან პრაქტიკას და 2000 უცხოური სტუდენტი. არავის არ გაინტერესებთ, მე მგონი, არ აინტერესებს არავის ეს ფაქტი. ელისო. მადლობთ. ყველგან გავიდა. მე ფაქტი მაგალითი მოვიყვან უბრალოდ, შეიძლება გავიდა რაღაც, მაგრამ გაჩნია როგორ გავიდა. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. ძალიან კარგი, კი ბატონო. მე უბრალოდ მაგალითს გეუბნებით, რომ საქართველოს მთავრობას აქვს აბსოლუტურად ღიად გაცხადებული მიდგომა მედიისადმი, რომ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე. გვაქვს კითხვები, ნებისმიერ დროს დაგვიწვით ნებისმიერ შეკითხვა. კი ბატონო. და როგორც მინიმუმ მოგვეც საშუალება, უნდა მიეცეთ საშუალება დეპუტატებს, მინისტრებს, რომ განმარტონ მათ მიმართ ხშირად დასმული აბსურდული შეკითხვები და აბსურდული ბრალდებები, რომელიც ძაბავს მოსახლეობას და ქაოსს ქმნის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, არავის, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნას ქაოსი. არავის არ ვიცით, ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ მიუხედავად მათი აგრესიული პროპაგანდისა, მიუხედავად მათი აგრესიული კამპანიისა, სიცრუის კამპანიისა, რომ რაღაც ქაოსს შექმნიან. ეს ყველაფერი დროებითი. ამ ყველაფერს მოევლება ძალიან მალე. და მოსახლეობა გაიგებს ჩვენი აქტიურობით, ჩვენი პროაქტიულობით, მე ვიტყოდი. აი ამაში თქვენ თუ მეკითხებით, რომ რა არის ჩემი შენიშვნა მინისტრებისადმი, სწორედ ეს არის. ერთ-ერთი არის ეს. იყვნენ პროაქტიულები, უფრო მეტი აუხსნან მოსახლეობას. თუ რაც ეკეთებ ჩვენ მათთვის, ხალხისთვის.
პრემიერის განცხადებით არაერთი სოციალური პროექტი განხორციელდა რეგიონებში და ხალხმა მეტნაკლებად ამოისუნთქა. თუმცა ასე არ ფიქრობს ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები გიული ტორონტაძე, რომელიც ავარიულ სახლში ცხოვრობს და ხელისუფლებას დახმარებას დიდი ხანია სთხოვს. ქალბატონ გიულისთან ჩვენი ჟურნალისტები ჟანა მეგრელიშვილი და გიორგი გირკელიძე იმყოფებოდნენ, ნახოთ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი. ქალაქ ოზურგეთში ერისთავის ქუჩაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოხუცი პენსიონერის გიული ტორონტაძის ყოველდღიური ყოფა უმძიმესია. დახმარებაზე იმ მთავრობის დროსაც ვითხოვდი მე ნაციონალების დროზე. მაგრამ არ გამიკეთენდა. ახლა გადაუხურეს აგერ მეზობლებს და მე შევიტანე ორჯერ განცხადება. ხო და დევს იქ და აფერი არ ვიცი. ნეტავი იმის ვინმე გამორჩებოდეს მადლიანი რომ ორი ოთახი, პატარა ოთახები შემიკეთებდნენ ისე რომ იქიდან ლოგინს ავდობდეთ და დავწოვდეთ მეტი აფერი არ ვიცი. საარსებო პენსია წამლებში არ ყოფნის. ავადმყოფი შვილი კი ბათუმში ერთ-ერთ საავადმყოფოში უწევს. ვიჭი მყავს ავადმყოფი, მე შარშან მყავდა თბილისში, კერძოდ უმკურნალე. ერთი თვე პატარა მეიკეთა და მე ისე გლახად გახდა. ესე იგი, არი მიდევს ოჯახში, მე ჩემი შვილის სახით, იმპერია ავადმყოფია. ახლა საავადმყოფოში მყავს ბათუმში ერთი კვირა. ერთი კაპიკი ფული არ მაქვს, წევიდე და ვნახო შვილი. ხო და პატარა თუ დამეხმარებიან ერთი ჩევიდე, ჩემი შვილი ვნახო, თვალი გადავავლო, აფერი არ მინდა მეტი. არ ყველა მთავრობა კარგია, ჩემთვის განა აგეს კი არ ვაგინებ მე. მაგრამ თუ კი დამეხმარებიან, ეს იქნება მადლი, მათი შვილების, მათი შვილიშვილების. როგორც ქალბატონმა გიულიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მას ქალაქ ოზურგეთის მერია ზამთარში შეშით დაეხმარა. ახლა კი ერთჯერადი დახმარების იმედი აქვს, რომ თავისი შვილის სანახავად წავიდეს. იმედი ამ სიუჟეტს ადგილობრივი ხელისუფლება დროულად გამოეხმაურება და ქალბატონი გიულისთვის სახლის შეკეთება მოხერხდება. გუშინდელ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ნაცნობ მოძრაობას სექტა უწოდა და აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზებისთვის პარტიამ რამდენიმე მილიონი დახარჯა. ნაციონალებს ჰქონდათ უფლება ჩაეტარებინათ ძალით და ფულით მოგროვილი ხალხით აქცია, თუმცა ამ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე პროცესები შეაფერხოს. განცხადა პრემიერმა, რომლის თქმით ეს იყო სასაცილო აქცია, სადაც აღნიშნეს, რომ თურმე 10,000 კაცი განაწყენა და მთავრობა უნდა გადადგეს. ჩვენი კორესპონდენტები დაინტერესდნენ, რას ფიქრობენ გურულები ნაციონალურ მოძრაობის მოწოდებაზე, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. სწორედ ამ შეკითხვით მივმართეთ გურიის სამივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას. ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებულ მოწოდებას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით. კი ვეთანხმე, მაგრამ აი არ მინდა დეიდა. მაგისი გადაგება დაიდა ისე კი ვეთანხმე. არ მინდა არც ერთი მაგეიმ. თორე ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით. არ მაქვს პასუხი. არ მაქვს პასუხი ძმები. თორე ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით. არ ვეთანხმე. ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ტელევიზორს არ უყურებ და აი დავიღალე უკვე ყოველივე ამისაგან საერთოდ რა. თორე ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით. ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას არ გადადგომასთან დაკავშირებით. ვეთანხმები ძალიან, ამ მთავრობამ ძალიან გაგვაგდო. გაგვიძვირა ყველაფერი რა გვაქვს. მუშაობთ, აგერ სახში ვერ მიმაქვს 5 კაპიკით რომა. ვალები მიიღეთ, ჩვილი ბაღნები მყავს პირველი ჯგუფი წირვალი. რა გააკეთა ამ მთავრობამ საავადმყოფოში ვერ დააწვენ ავადმყოფს. წამლებია ძვირია, ყველაფერია ძვირია, რა არის ერთი. არ ვეთანხმები. რატომ? იმიტომ რომ გამოასწოროს ამ მთავრობამ რაც დაპირდა და შეასრულოს და თუ არ შეასრულებს მერე გადაადგეს. თუ კი დარჩება, ესე იგი რაღაცები თუ არის გასაკეთებელი და ისა გააკეთონ და იყვენ დაუშვათ, რაც კარგი იქნება, ამას მივესალმები. ანუ არ უნდა გადადგეს, უნდა გადადგეს მთავრობა თქვენია. არა, ახლა გადადგომით არა, გააკეთონ, რაც გასაკეთებელია და დაუშვათ დარჩენ ის ადგილზე. რატომ? რა გააკეთა რომელივე? ანუ ფიქრობთ რომ უნდა გადადგეს. რატომ? არაფერი კარგი არ გავიკეთებია.
რატომ უნდა გადადგეს მთავრობა, რატომ არ უნდა გადადგეს და ურიგეს თუ არა ფული ნაციონალურმა ადამიანებს, რომლებიც 21 მარტის აქციას იმყოფებოდნენ, ვის რა შანსი აქვს მომავალი არჩევნებისთვის, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე რამდენიმე წუთში გადაცემის სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, დაგველოდეთ. ჩვენ ისევ ეთერში ვართ, ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, ბატონი მამია ბარამიძე ნაციონალურ მოძრაობიდან და ბატონი გოჩაჯიქია, კოალიცია ქართული ოცნებიდან. დიდი მადლობა ბატონებო სტუდიაში მობრძანებისთვის. გუშინ ალბათ თქვენთვისაც ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ცვლად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელსაც მთავრობა ახორციელებს და ასევე საკმაოდ დიდ დაუთმო ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარს. ბატონო გოჩა, დავიწყებთ თქვენც ფიქრობთ თუ არა, რომ ნაციონალურ მოძრაობა არის სექტა და მათი მოწოდება და განცხადება, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, არის უსაფუძვლო. პირველ რიგში მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ახლა ნაციონალურ მოძრაობა მოქმედებს როგორც სექტა. გამომდინარე აქედან და არის რაღაცთან დაჯგუფება, რომელიც დაჯგუფებასაც აი წინ ხედვა არ აქვს. ტრიალებს ერთ ღერძზე, როგორც ტრიალებდა იმ დანაშაულზე, რომელიც დანაშაულთაც მან 9 წლიანი პერიოდი განვლო და იგივე მოქმედებს დღესაც. ანუ მე ღრმად როგორც სექტა ვერ ვიტყვი, მაგრამ სექტასავით მოქმედებს. და გამომდინარე იქიდან, რომ აი მათი მოწოდებები, აი მათი რაღაც არარეალური ქმედებები, ანუ მათი განცხადება, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, თქვენი შეფასებით რა ემსახურება რამდენად მისაღებია, მაგრამ მე კითხვას ვსვავ, რატომ უნდა გადადგეს? აი ამას ვერა კონკრეტებენ, აი გადადგეს, გასაგებია გადადგეს, ხლა არის ოპოზიცია და ითხოვს, რომ გადადგეს, თან გაბრაზებული და სრულიად ისეთი ოპოზიცია, რომელმაც კრახი განიცადა და გამომდინარე აქედან გადადგეს მთავრობა, მაგრამ მე ვსვავ შეკითხვას. აი, ჯერ გითხოთ, დიახ, რატომ უნდა გადადგეს მთავრობა და თვლით თუ არა, რომ სექტის წარმომადგენელი ხართ? მოგესალმებით, ქალბატონო ნატო, გილოცოთ ახალ სტუდიას, წარმატებული ყოფილიყოს. უბრალოდ ლოგიკა ვერ გავიგე ბატონი გოჩას. რას ნიშნავს მე ეჭვმაქ რომ სიტყვა სექტა საერთოდ არ ციცით რა არის? რას ნიშნავს 9 წელი როგორც მუშაობდა ნაცმოძრაობა ისე იქცევა თქვენ რასაც ამბობთ? მე უბრალოდ მგონია ეჭვმაქ რომ იგივე გოჩას და მისი პოლიტიკური პარტიის მიმდევარებს მგონია ნაცმოძრაობა კიდე ხელისუფლებაში. უბრალოდ ერთი რაღაცაა რა, ქართული ოცნება ვერ ჩამოყალიბდა როგორც სამთავრობო ამ ქვეყნის პოლიტიკის გამსაზღვრელი მართველი გუნდი. გავიხსენოთ დაბრუნდეთ წარსულში და წინა საარჩევნო კამპანია როდესაც იყო ეს 1 ოქტომბერს გულისხმობ 2012 წლის არავის არ ქონდა განცდა იმის რომ ამ მოძრაობის წევრებს არ ქონდა განცდა იმის რომ თუ რას შეეჭიდათ, რას ნიშნავს ქვეყნის მართვა, რა უნდა გაეკეთებიან და დარჩენ ისე ოპოზიციური. თუმცა თქვენ განცდა რომ ხელისუფლება ყველა გზით უნდა შეგენარჩუნებინა. არა, ეხლა მე მაგას ვერ გეტყვით, ყველა გზით ხელისუფლების შენარჩუნება რას ნიშნავს. პრინციპში გოჩა შეგიძლია კითხოთ, იმიტომ რომ ესენი აკეთებენ მაგას, რომ დღეს უკვე არის ისეთ რეჟიმში, რომ ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნება, ყველა გზით ინარჩუნებენ განსხვავებით ნაცმოძრაობიდან. გაგახსენებთ ნურ სპეცრაზმი ნურს დაშინებული რაც 2012 ხდება და ეს ამ თემას საუბარ ჩვენ ძალიან შევწავთ. 2012 წლის ერთი წამი, ქალბატონო ნატალი რა, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა ძალიან ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. 2012 წლის არჩევნები თავრობის მხრიდან ზეწოლით არ მიმდინარეობდა. 2012 წლის არჩევნები ერთი წამით დარღვევების მეც გეტყვით. არსებული დარღვევების დაპირისპირების ზეწოლის და ასე შემდეგ გასაგებია თქვენ გასაგებია თქვენ ამბობთ რომ ერთი წამით თქვენ ამბობთ რომ ნაცმოძრაობამ 2012 წლის არჩევნები დარღვევებით გააკეთა? ჩვენ გვაქვს უამრავი ფაქტი. კარგი, მე ადგენს მართლმა ძალამ და ამ ყველაფერზე გასა საზოგადოებას პასუხი. მე ვამბობ სუსტყარავს ერთი წამი. რატომ უნდა გადადგეს მთავრობა? რატომ უნდა გადადგეს მთავრობა? მთავრობა ზუსტად იმიტომ უნდა გადადგეს, ჯერ ერთი რომ ნაცმოძრაობა როგორც ოპოზიციური, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა ამ ყველაფერს ძალიან კარგად ასაბუთებს და ასაბუთებს როგორც პარტია და პარტიის წევრები, ისევე ის ადამიანები, რომელიც ამ პარტიის
ხედვასა და ამ პარტიაში ყოფნას და მის გვერდზე დგომა დაამტკიცა აი იმ შეკრებაზე, რომელიც ახლა იყო 21-ში თბილისში, ხო? გადადგეს იმიტომ უნდა რომ ერთმთავრობა ერთი სიტყვით რო ვთქვა, უნიათო მთავრობა, გადადგეს იმიტომ რომ ამ მთავრობამ ლარის აუქნა, ყველასთვის გასაგებია, გადადგეს იმიტომ უნდა ნამდვილად ამ მთავრობის, რა თქმა უნდა, ეს შემადგენელი ნაწილია ამ ყველაფრის, მაგრამ გარე ფაქტორს მარტო ვერ დავაბრალებთ იმას, რომ ლარი რა დღეშიც არის, ამ მთავრობამ არ იცის როგორ უნდა მართოს ქვეყანა, ამ მთავრობის ხელში 5 მილიარდი ლარი საქართველოს ეკონომიკას დააკლდა, ამ მთავრობის ხელში გაირღვა ბიუჯეტი, ამ მთავრობის ხელში 2003 წლის დამოყოლებული პირველად საუბრობთ სეკვენზე, ამ მთავრობის ხელში ფუფუნებაზე გადასულია ჩინოვნიკები, ამ მთავრობის ხელში 180,000 ლარი ავეჭყიდულობთ და უბრალოდ ეს არგუმენტები არის აბსოლუტურად საკმარისი იმის, რომ ამ ადამიანებმა თავი იგზნოს პასუხისგებლად და გადადგეს. მე არ ვამბობ იმას, რომ გადადგეს და უნდა მოვიდეს ნაცმოძრაობა. ნაცმოძრაობას ქართველმა ხალხმა 12 წელს უთხრა, რომ თქვენ ახლა გადახვართ პოზიციაში, მოვა ალბათ დრო და ნაცმოძრაობა მოვა ისე მართველ ძალაში, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გადადგეს ის მთავრობის წევრები, რომელი მთავრობა დღეს აქმნის ამ ქვეყანაში გარკვეულ პოლიტიკურ ამინს. ბატონო გოჩა, საკმაოდ ცლად ჩამოაყალიბა. გასაგებია, მაგრამ არ მინდა რომ ეხლა მე ჩვენი პიროვნული ურთიერთობიდან, მაგრამ აი ტყუილების კასკადი და ცოტა არ იყოს. რა მოვიტყვა ბატონო გოჩა? ყველაფერი სინდის ნამუზე გადის, რაც ეხლა ბატონმა მამუკა ისაუბრა. უკაცრავად, ბატონო გოჩა, ცოტა კორექტულად ვისაუბროთ. რა თქვია, სინდის ნამუზე ლაპარაკი რა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ესე პოლიტიკური დებატები არ გამოვა და ეგეც არ იცით თქვენ. თქვენ როგორ თავრობის წევრმა დებატიც არ იცით. გასაგებია. რა თქვია, სინდის ნამუზებელს აი ზუსტად უკვე რო შევეხე, მე პირადად შენ არ შეხები ვარ, საერთოდ. მე ვსაუბრობ ახლა და ეხლა ლაპარაკობ ზუსტად თქვენი რეჟიმია, რომელთაც საერთოდ ბატონო გოჩა, თქვენ ხართ მართველი ძალა, თქვენ კიდევ დებატები ბატონო გოჩა, თქვენ ბრძანდებით მთავრობა, აღარ ახართ ოპოზიცია, გამოდით, მომიხედეთ. ეხლა მოდი დავამთავრებინე რა, თუ რა მაღალ ხმაზე თუ გვინდა საუბარი. ძალიან ჩემო ბატონო, მაგრამ რაშვაშია ეგეთი საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩემ ნერვებზე შენ უკვე პირდაპირ იყავი და გასაგებია, მაგრამ არ შეგდავებივარ და მადროვე, შემდეგ გამეცი პასუხი. ნუ დებატების რეჟიმში თუ პასუხი თქვენ საზოგადოებას უნდა გასცემთ. მე არა ვარ მართველი ძალა, თქვენ ბრძანდებით საზოგადოებას გაიცით. თქვენ სვავთ, მე კითხვას პასუხს ვცემ. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს. აქედან გამომდინარე შეგიძლია მოდი ვიცით რომ ანერვიულებული ხარ, ვიცით რომ პოლიტიკურად განკონტროლებული ხარ. მე ბატონო გოჩა, თქვენ მოგივიდათ ბატონო გოჩა, თქვენ ბრძანდებით ბატონო გოჩა, თქვენი პარტია, რესპუბლიკური პარტია არის კოალიციაში შემადგენელი ნაწილი და რესპუბლიკურ პარტიას არ შეუძლია იმხელა რექტორატის მოძიება თავისი საკუთარი და არ ვლაპარაკო კოალიციის საკითხით, როგორც დღეს ნაცმოძრაობას. პირადად მე და ჩემი პარტია ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე თქვენი პარტია. ეგ იცოდეთ. თქვენ და ნაციონალური მოძრაობა უფრო მეტი ძლიერები ხართ იმ ფინანსებში, რომ გაძარცვეთ მთელი ქვეყანა, გაძარცვეთ ხალხი, დააგროვეთ კაპიტალი თქვენთვის და დღეს ეს კაპიტალი პირდაპირ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გინდათ გამოიყენოთ. ამით ხართ, რა თქმა უნდა, ჩვენზე ძლიერები და ზუსტად თუ თქვენ რაღაც დოზით ამ მთავრობას მონიათოს უწოდებთ, აი ამაში შეიძლება დაგეთანხმოთ, რომ აი ეს ყველაფერი ბოლომდე ვერ მიიყვანა და არ მიყონა, მაგრამ იმედია მიიყვანს და აღარ იქნება უიარაღი. რას გულისხმობ, ბატონო? აი იმას რომ ბოლომდე ვერ მიყონაში. თქვენ რაც ჩაიდინეთ ძალადობის ხრით, იმ ხალხის დაწიოკების ხრით, უამრავი სიკვდილი, უამრავი სისხლი, უამრავი უდანაშაული ხალხის დაჭერა და ბატონო გოჩა, ხო არ გავიწნებათ, ეხლა დღეს არის გუშინ იყოს თუ 2 დღის უკან იყო თავთუხაშვილის წლისთავი ზუსტად. თქვენ არა გაქვთ ეგეთი მაგალითები, თუ იმეს გადაწყვეტა ქონდა. ჩემო ბატონო, ადექი და პროკურატურა ყველას თქვენ ხელში ხო არის? სასამართლო თქვენ ხელში ხო არის? ისე კი არ უნდა დააგდო. ვაშლის გასწრისთვის ვიღაცას მიუსაჯეთ. ანდა გიგი უგლავას მე ცხრა აი თქვენ გაქვთ ასეთი თქვენ ვერ გამოხედი კიდევ ერთხელ პროკურატურა თქვენ ხელში იყო ეს სასამართლო არის თავისუფალი
თქვენ კიდე თქვენ ხელში ნამდვილად არა. ხო და მაგას გეუბნები, მიდი და გამოირკვიეთ. კიდე ბატონო გოჩა ვერ მიიღეთ თავრობის ამპულა თქვენ კიდე ოპოზიციაში გონიხართ თქვენ. თქვენ ხართ კიდევ ნაცმოძრაობის ოპოზიციაში თქვენ პარტიას გონიათ თქვენი თავი ოპოზიცია დაანებეთ ნაცმოძრაობას თავი. ხალხს აუხსენეთ. ხალხი კონკრეტი როგორ პარტიას პარტიას ერთი სახელით გამოდიხართ. ერთის კოალიციას კიდევ გონიხართ თქვენ ნაცმოძრაობის ოპოზიცია. თქვენ მართველი ძალა ხართ, ჩემო ბატონო. უთხარით იმ ადამიანებს, რომელსაც 500,000 დოლარში ქონდა კრედიტი და გაუძლო. ამას კი არ უნდა ნაცმოძრაობა ესეთი იყო. თქვენ რას აკეთებთ ხალხო? ამასია თავი. ჩვენი თავი ოპოზიცია გონია, მიუხედავად იმისა და იმ რეჟიმისა. თქვენ ვისაუბრეთ 2012 წელს დარღვევებით არ ჩატარებულა. მოდი ახლა მე ამ ყველაფერზე პასუხს გაგცემ და გავცემ საზოგადოებას, რომ ძალიან კარგად იცით როგორ ჩატარდა 2012 წლის არჩევნები და როგორ გოჩა ამ ყველაფერს თავი რას აკეთებ ჩემო რას ვიკეთებ აი საზოგადოებას უხარ რას აკეთებ ის მაინც უთხარი ბანკირი გაიქირავეთო უთხარი თუ თქვენ მას შეფრაულებთ ჩვენ თუ თავი გავცემ ახლა არის 2015 წელი ჩვენ ვისაუბრეთ ჩოხატაურში გურიაში ვარ კონკრეტულად ასეთი ხომ და გავცე რომ გონიათ თავი ოპოზიციაში ხო ჩვენ გონიათ თავი ოპოზიციაში იმ შემთხვევაში და იმ დროს როცა თქვენ იყავით მთავრობის წარმომადგენლები და ხელისუფლებაში ქართულმა ოცნებამ 9 მილიონი ადამიანი გამოიყვანა და იმ გავიგე ჩემო გოჩა ჩვენ მაგაზე არ გედავებოდა გამოიყვანა საკმაოდ ბევრი ადამიანი ნაცმოძრაობამ და პრემიერი ამბობს რომ ეს იყო საკმაოდ ბევრი ადამიანი დაახლოებით 12-15,000 თქვენც ფიქრობთ რომ ფული გადაუხადეს ადამიანებს და გაქვთ ინფორმაცია წასულიყო ინფორმაცია მაქვს მაგრამ ნუ ეხლა როგორ დასაბუთებული და ეს ფაქტობრივი ეხლა ბატონო გოჩა მაქვს და კიდევ მათ ნამუსზე იყოს ვინც ეს მე მაქვს ინფორმაცია ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ ეხლა ვერ ვარ. თუმცა ჩვენ წინა გადაცემაში გქონდა გამოკითხვა სადაც ადამიანები მე ამათ არაბის არასწორი კურსი მიაჩნდათ პრობლემად ქვეყნის იყო წინა გადაცემაში ზუსტად გამოკითხვა და ნაწილი აცხადებდა რომ სწორედ ამიტომაც მიდიოდნენ ნაცმოძრაობის აქციაზე. დღევანდელ დღეს მთავრობაზე თუნდაც განაწყენებული ხალხი თუნდაც ძალიან ბევრი პრობლემა არის საზოგადოებაში მე მაგას არ უარყოფ და მაგ პრობლემაზე ისაუბრეთ ზუსტად მაგას ვიტყვი ჩვენ თქვენ ასაც პასუხს სვავდა მე თქვენ გახსენებთ რომ თქვენ ხართ სახელმწიფო მმართველი კოალიციის წევრი. როგორ ეხლა ოპოზიციაში გონია თქვენი თავი და მე ხო და გახსენებთ რომ მაგას გეუბნებით თქვენ თავრობა ხართ. დინარი ახედავ გასაგებია და აქ მაგრამ ის ადამიანები ამ დროს ის ადამიანებიც კი ამათ აგაკულა ეს ადამიანები რომლებიც ამათ გაყვათ წაიყვანეს ნუ ახლა იყო მოსყიდვი და ეს მუსილებს საზოგადოებაში. ერთი წამით რა ამაზე მინდა განცხადება გავაკეთო. არა და იყო იმ ნუ ყავთ ამას თავისი ელექტორატი რომელიც ძალიან ბატონო გოჩა შევხედეთ ყველა მთელი იმასაც ვარ უარყოფენ რომ მთელი საქართველოს მთელი ქვეყანა მობილიზებული იყო სადარი პიტავი გადაცემებით იყო. ნუ მოკლედ ჩვენ საუბრობთ მაინც წარსულზე წინა არჩევნებზე. მოდით ერთი წამი განცხადებას გავაკეთეთ რა ძალიან დიდი ბოდიში გაბატონოთ. აი გოჩამ დასაწყისში ბატონო გოჩა ერთი წამი რა ძალიან დიდი ბოდიში. გოჩამ დასაწყისში რაღაცა სინდისი ახსენა. სინდისის შუბიზაღლო რაღაცები რომ არსებობს კარგად შეიხედეთ თქვენ გულში. მე საკრებულოს წევრი ვარ სადაც თქვენ ბრძანდებით არანაირად ზოგადად გესაუბრებით როდესაც რაღაცა ფულის გადახდაზე ეს არ უნდა აკადრო ჩემო კარგო ჩვენ ქართველ ადამიანს არ უნდა აკადრო ვიღაცას ფულს უხდის და წაიყვან კადრებაზე საუბრო მე თქვენ გეუბნებით თქვენ აკადრებთ ყველაფერ უპედურებს ერთი წამი გამოიძიეთ მე გეუბნებით თქვენ ერთ რაღაცას გოჩა ბატონი არის საკრებულოს წევრი ბიუროს წევრი იმის ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე და გოჩა ბატონი დღეს აი 8 თვეა რაც ახალი თვითმმართველობის კანონით საკრებულო ერჩია აი სულ საუბრობს ერთ რაღაცა 9 წელი ისა ეჭვი მაქვს ინფორმაცია ჩემო გოჩა დაანებით ამ ყველაფერს და ხალხს მიხედეთ ხალხს არ გინდა იგი ასავალ დასავალ და ობიექტივის აზროვნებით ძალიან რეალობიდან გამომდინარე საუბრობ და მაგრამ არ დაგავიწყდეთ ძალიან კარგად მიცნობ ძალიან კარგად ისტორია და მე გოჩა როცა პრობლემა გამოსამართლებლად მე ვიყავ ის ადამიანი რომელიც ხმამაღლა ვიძახოდი ჩემო გოჩა ეს არ შეიძლება გოჩა
გოჩას მე პირადად ვიცნობ ბავშვობიდან და გოჩა მაგ თემაზე არ შეიძლება არ შეიძლება შენ უნდა გქონდეს ამისი განცდა გოჩა რა შეიძლება და რა არ შეიძლება ყველაფერი შეიძლება და არაფერი არ შეიძლება ეგეთი რეჟიმს არსენებს და მოიხსენიებს გოჩა ეგ არ არის საკმარისი თქვენ ჩინოვნიკი ხართ ჩვენ ხელფას გიხდია გოჩა ამით არ უნდა აკვირდოს ხალხი ბატონო მგესწრებით ჩვენ საუბრობთ ძალიან სერიოზულად წარსულზე მე უფრო ღრმა წარსულს შეგახსენებ ჩვენ გვაქვს ტრადიციული რუბრიკა პოლიტმეხსიერება და მოდი ერთად ნახოთ სიუჟეტი 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს და როგორ მოვიდა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. კი ბატონო. რაც მე ტელევიზიაში ვნახე პირველ არხზე შემზარა. უბრალოდ შემაშფოთა. მე მაჩია რომ ძალიან საშიში მოვლენა. თავისთავად ეს პიროვნება არის საშიში მოვლენა. ასე აფასებდა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 2003 წელს ოპოზიციის ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს. აღნიშნული განცხადება შევარდნაძემ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე გააკეთა. ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დაძაბული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა. შევარდნაძის და შესაბამისად მმართველი პოლიტიკური პარტიის მოქალაქეთა კავშირის ძალების შესუსტებული იყო. ლეიბორისტულმა პარტიამ ნაციონალურ მოძრაობამ და ახალმა მემარჯვენეებმა პარტიებმა, რომელმაც 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს, აქტიური კამპანია დაიწყეს. რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდებოდნენ ბევრ წინააღმდეგობასაც აწყდებდნენ. ასე მოხდა ლანჩხუთში, სადაც მიხეილ სააკაშვილთან და მის თანაგუნდელებთან შეხვედრის შესაძლებლობა რაიონის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ მოსახლეობას არ მისცა. როგორა მოსაწყობები გაქვთ რა ვერ გავიგე რა თქვენ განაპირობთ ეგ რო არ შეუშვით ხალხიში და არა ეგრე არ არის არა უბრალოდ წამებული სახელი თუ გინდათ მაშინ კი არა ეს ზუსტად თავრობის ბრალია იმათი ბრალია რომ სადაც უნდა და მიეცათ უნდა ნება და გაეკეთებიან თავისუფლად რაც იგლახი აქვს გაკეთებული იმასაც ეთყოდა ხალხი რაც იგეთე იმას მე არ ვიცი რა არ გიძნო მე ვარ ლანჩხუთის რაიონის საკრებულოს წევრი დათო გოგიჩა ეს თქვენ გიცნობთ რა თქმა უნდა ცნობილი პიროვნება ხარ პირველი არქის ტელეკამერის წინ რომელიც სპეციალურად არის მოყვანილი იმისაც რომ დააფიქსიროს როგორ გავუგდეს ნარკოტიკა ბოდიშ მოგიწევს 2003 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ბლოკის შექმნა ზურაბ ჟვანიამ. ჟვანიასთან გაერთიანდნენ საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი აკაკი ასათიანის მეთაურები და იმ დროისთვის პოპულარული პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ბლოკი არჩევნებში მონაწილეობდა სახელწოდებით ბურჯანაძე დემოკრატები. წინა საარჩევნოდ გურიაში ჩამოსული ბურჯანაძე და ჟვანიას გუნდი ბევრ დაპირებას იძლეოდა. თუ მთავრობა გონს არ მოვიდა, ხალხი კეთს აიღებს ხელში და დაუშენს თავში. ეს განცხადება ბურჯანაძემ ლანჩხუთელ ამომრჩეველთა შეხვედრისას 2003 წლის 30 აგვისტოს გააკეთა. ოზურგეთში მყოფმა მრეწველთა ლიდერმა გოგი თოფაძემ კი პირობა დადო, რომ პარლამენტში უფრო ძლიერი გუნდით მოვიდოდა და ამომრჩეველიც დაამშვიდა. ალბათ დაგღალეს ამ უნამუსო პოლიტიკოსებმა, მოდი გადავარჩინოთ მრეწველობა და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს. ამ სლოგანით ცდილობდა თოფაძე ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ ხმა მისთვის მიეცათ. არჩევნების პარალელურად 2003 წლის 2 ნოემბერს რეფერენდუმით ჩატარდა. შეკითხვას თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არაუმეტეს 150 დეპუტატით დადებითად ამომრჩეველთა 83,5%-მა უპასუხა. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებოდა დასავლეთი. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბებებს. გამონაკლისი არც გურია ყოფილა. დამკვირვებლებმა უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს. ამ ფონზე ოზურგეთში არჩევნები ივანე ჩხარტიშვილმა მოიგო, ჩოხატაურში ვასილ ჩიგოგიძემ. ლანჩხუთში კი მეორე ტური დაინიშნა. კანონის თანახმად ლანჩხუთელებს არჩევნებიდან ორ კვირაში ბიძინა გუჯაბიძესა და ჯონი ფირცხალაის შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინათ, თუმცა მეორე ტური არ შედგა. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგებმა მოსახლეობაში მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. 4 ნოემბერს ხალხი ქუჩაში გამოვიდა და აქციები დაიწყო, რომელიც 22 ნოემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს აქციაზე შეკრებილმა ხალხმა არ დაუშვა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარება და მისი უფლებამოსილების ცნობა. 23 ნოემბერს გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. იმავე დღეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები, თუმცა ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგები. მომავალ არჩევნებამდე მუშაობა განაგრძო 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა.
ჩვენ ისევ ეთერში ვართ, როგორც სიუჟეტიდან ნახეთ, ტრადიციულად იყო დაპირებები, ნაციონალურ მოძრაობას გვკვირდებოდა, რომ ბევრ რამეს გაგვიკეთებდა და ტრადიციულად იყო, რომ აი წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ შევარდნადი ცუდი იყო და დანაშაულის გარდა. ამას ამბობდა ნაციონალურ მოძრაობა. დანაშაული გააკეთა. ანუ არის შევარდნადი. ჩვენ ვსაუბრობთ არ გააკეთა. დანაშაული, მე დანაშაულზე ვსაუბრობ. და არა იმაზე რომ რა არ გააკეთა, გასაგებია რა. კონკრეტული დანაშაული, თქვენ გულისხმობთ, კონკრეტული დანაშაული არ მომბობთ, არ მოახდენთ თავს, ჩემ ეს ხოხატაურმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ უამრავი ფაქტი, რომელიც ჩემი თვალით მინახავს, მე შეხვედრი ვარ, უამრავი ყლელობა, უამრავი წართმეული ბიზნესი, უამრავი, მე არ ვიცი. და პოლიტიკური დაჭერება, ზუსტად ამ თემაზე მინდა უბრალოდ ეხლა მე ამაზე შემიძლია რომ დღევანდელ დღეს კიდე პასუხი გავცნობ თუ ამ ხელისუფლებას ეს დანაშაულები აქვს. მიხსენებს კი ბატონო, კონკრეტულად ეგ გასაგებია, მაგრამ ეს მაგალითები გამოსაზრდელი. თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი გურიაში. და ეს ცნობილი ამბავია ჩვენი მკითხველისთვის მაყურებლისთვის, როგორ ჩაგიდეს სტროტილი, შემდგომშიც დადასტურდა ეს კიდევ პროცესებზე. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც იმ პროცესებში მონაწილეობდნენ, დღეს ყველა თანამდებობაზეა. იმდროინდელი პროკურორი, უფრო მეტიც დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში მთავარ პოსტზეა, დასავლეთ საქართველოს მთავარი პროკურორია, პოლიციელებიც საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ეს ხომ თქვენი ხელისუფლების ის და თქვენ პირადად დაგიშავეს, დაგაპატიმრეს, ქონება დაგიყადაღეს და დღეს ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებდნენ, თანამდებობებზე და თქვენს გუნდში ითვლება, ასე ქვია თუ ისე თქვენი გუნდის წარმომადგენლები, თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ამასაც ნაციონალურ მოძრაობას ხო ვერ დავაბრალეთ. გასაგებია, მაგრამ როგორ პროკურორი პოლიციელი და მოსამართლე ხელისუფლების წარმომადგენელი უნდა იყოს საერთოდ? პროკურორი ხელისუფლების წარმომადგენელი და პოლიცია. მოსამართლე სასამართლოზე არ ვსაუბრობთ ჩვენ. ხელისუფლების წარმომადგენელი ჩვენ კარგად. თქვენი გუნდის წარმომადგენლად ითვლება. როგორ შეიძლება ძალოვანი, რომელიც იყოს წარმომადგენელი და მხარე? როდესაც თქვენი გუნდის წარმომადგენელი დაინიშნა მინისტრად. ანუ თქვენთვის ეს პრობლემა არის. გასაგებია, მაგრამ მე მისაღები აბსოლუტურად, რომ ის ადამიანი დამნაშავეებზე ლაპარაკობთ და მათ დასჯაზე. როგორ არის მისაღები? არავითარ შემთხვევაში და არაერთჯერ მაქვს ნათქვი, შეიძლება თქვენთანაც. ნუ შედეგი ისაც არის შედეგი და ძალიან ცუდო ვაპრობთ. ბატონოგოჩა, ერთი წამით რა. ბატონოგოჩა, მოდის ვიხდი რა. ერთი წამით. არა, ბატონო, ძალიან დამკითხავზე პასუხის მიღება ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობა ამბობს ძალიან ამიტომ რომ უნიათო ხელისუფლება დანაშაულს ვერ დაუწყებს. არა, უნიათო ხელისუფლება იმდან მაგალითად ეს მოყავს რომ კონკრეტულ დანაშაულებს შექმნილი ხოდა ნაციონალურ მოძრაობას დიახ და ის ადამიანები დღესაც მუშაობენ ზოგი ძალოვან სტრუქტურაში, ზოგი კიდევ საკრებულო გამგოებებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ეს წარერეალობა, რომელსაც მე ვაპროტესტებდი და ეს ადამიანები დამნაშავეები არიან? რა თქმა უნდა, დამნაშავეები და დღეს ხელისუფლებაში დამნაშავეები მუშაობენ? ის ადამიანები დამნაშავეები არიან, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეს შეკვეთით. დღეს ხელისუფლებაში გამგეობა საკრებულო ახსენეთ, მუშაობენ დამნაშავეები. გამგეობა საკრებულოებში მე ვამბობ იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც იმ დროს აკეთებდნენ და ნაციონალურობის დაძახებულზე დარბოდნენ ეკეთაკი და ჩადიოდნენ ამათ ახლა როგორც თქვენ ხომ ამოთ ასრულებდნენ ისინი ხომ ასრულებს ვიღაცამ უნდა უძახოს შეასრულებს პოლიტიკურად ასრულებდნენ პოლიტიკურად დანაშაულს ჩადიოდნენ თქვენს გვერდზე არიან პოლიტიკურად არა პოლიტიკურად დანაშაულს ჩადიოდნენ ნაციონალურ მოძრაობაზე ხო და ასრულებდნენ ვიღაცას ხო ამას გვერდში რა თქმა უნდა ძალიან ბევრია დღეს გაიხედეთ გამოიხედეთ და ამის პროტესტი ყოველთვის არის საზოგადოებაში საკრებულოში კოალიციის სიაში არიან თუ არა ის ადამიანები გასაგებია ადამიანები რომლებიც თქვენზე დანაშაულს საკრებულო არჩეულია და გამომდინარე დიახ გამგეობაში არიან ადამიანები კონკრეტული ადამიანები შეგვიძლია დაასახელოთ არა მოდი კონკრეტიკაზე ნუ ჩამოვარდა რატო როცა ამბობთ ეს საკმაოდ მაღალი განცხადება მოდი რა ჩვენ ვისაუბრეთ იმდროინდელი პროკურორი და იმდროინდელი მოსამართლე და იმდროინდელი პოლიციელი ხო ეს ყველამ ძალიან ღიად იცის თუ ვინ იყო იმდროინდელი პროკურორი თუ მოსამართლე თუ ვინ იყო ისა და ახლა მოდი არა გასაგებია და მოდი მოვისაუბრებთ აი კონკრეტულად პიროვნებებზე არც თუ ცოტა არის განმარტებას გააკეთებს ადგილობრივ ხელისუფლებამ რომ ეს განცხადება რომ დამნაშავეები მუშაობენ ქალბატონო რა ერთი რაღაცა მინდა თქვა არა დამნაშავეები მუშაობენ მე ვამბობ იმ დანაშაულებრივი დღევანდელი სექტა თუ მაშინდელი სექტა რომელიც ნაციონალური მოძრაობა იყო, ნაციონალური მოძრაობა აღარ არის, უკვე შემორჩენილია.
აი დიახ მათ დაძახილზე ესენი ნუ ასრულებდნენ ძალადობდნენ მასზე თუ კეთილინება იყო მათი ეს უკვე მათი გასაცემია რა თქმა უნდა ქალბატონო ნატალი რა ერთი რაღაცა მინდა ვთქვა თუ შეიძლება ეცამით რა თქვენც ფიქრობთ საინტერესოა დამნაშავეები და ეს ადამიანები ძალიან კანონდავალების ასრულებენ მუშაობს იგი ვინც მუშაობს და ამათი გემოვნება როგორ ადამიანებს აკრიბავს თავის გუნდში ღმერთი მოგახმართ რა ეს ადამიანები თქვენს გუნდში ყოველ შემთხვევაში ღმერთი მოგახმართ ღმერთმა სიგეთეში მოგახმაროთ პორტირებული თუ თქვენი მოყვანილი კადრები სამჭედლო ხართ კაია გილოცო ერთი წამი სუსხვა რამეს გეუბნები ქვეყანას არა თქვენი ზოგადად ქვეყანას ვარგავდა მართლა გულს რა ეხლა მე სუსხვა რამეს ვარგავ რა გოჩა ერთ სამით რა ეხლა რაც არ უნდა იყოს მე ხშირ დებატებში ვარ და აქტიურობა მოდის ეგრეა კოჩა რაც არ უნდა გაგიგვიდეთ ოპოზიციის ვალდებულება არის ეგ რომ იაქტიუროს და რაღაცაზე მიუთითოს ხო თქვენ სექტას უძახები არ უძახები ეს პოლიტიკური პროცესია ერთი წამი იცით რა არის აი ეს ყველაფერი ჩვენი საუბარი ერთი წამი არავინ არ გიდევს ერთი წამი ჩემო გოჩა ეს უამრავი მაგალითები იყო არა ერთი წამი ავაცენები პომბები ჩამდებაში პატარა ბავშვი მე თქვენ ვიცით ჩემი აზრი რომ იყო შეცდომა იყო დანაშაული გამოიწვიეთ ჩემო ბატონო არა მარტო 2012 წლის არჩევნებამდე შტაბის უფროსი გახდით შტაბის უფროსი კოალიციის და უამრავი ზეწოლა აი ზეწოლა სუსხვა რამეს გეუბნები გაიხსენეთ მთავრობაში ხარ ჩემო გარგო არ მინდა 9 წლიანი მე გეუბნები იმას რაც უნდა გააკეთოთ კითხვას გისვათ გავიგე ხო ჩვენს გოჩა ერთი წამი გოჩა მომისმინეთ ერთი წამი რომელიცაც თავება კრიზისშია და უჭირს თქვენი საფუძვლები გოჩა გეყოთ გოჩა რა ამით მოიგეთ არჩევნები აწინ მითხარით რას აკეთებ ხალხო რას აკეთებ კრიზისი აქვს თქვენ თქვით რომ მთავრობა კრიზისშია აუდი ახლა ეს სიტყვებს ნაციონალიზმის ბრალია რომ მთავრობა კრიზისშია ნაციონალური მოძრაობის რა თქმა უნდა ბრალია რომლებიც მთავრობის კრიზისი ნაციონალური მოძრაობის ბრალია მთავრობა რა მდგომარეობაში არა კარგად გავიგოთ ერთმანეთის ხო და ის გასაჭირი თუ ის არ და ვერ განხორციელებული საქმეები ასე არ შეიძლება ხო პირდაპირ სახელმწიფო ნაციონალურმა მოძრაობამ სრულიად გამოამშრალა ის ბიუჯეტი და სრულიად კოჩა რას ამბობ არ ცხენია ძმაო რას ამბობ მაგას არ ცხენია რას ამბობ ადჯერ გაზრდილი ბიუჯეტი გამომშრალებულია ჩემო 2003 წლიდან 2010 ჯერ გაიზარდა 5 ერთი წამით კოჩა 5 მილიარდი ეკონომიკას და კოჩა მე ეკონომისტი ვარ და ესე ციფრებს თუ ერთი წამით რა კოჩა ძალიან დიდი ბოდიში რა შენ წლამდე თქვენი ხელისუფალი კიდე რამოდენიმე წელი სააკაშვილის თამადობით მაჭავარიანი როგორი რისი თქმა მინდა გოჩა იყვნენ 5 წელი გოჩა ახლა 9 წელი დაგელია სალაბარგოდ 2003 წელი ჩემო კარგო 5 ერთი წელი ძალიან ქალბატონო ნატალი რა დავასრულო რა თუ შენ გოჩა ერთი არ ვიცი რატო 2015 წელს ერთი წელი რა აი ძალიან დიდი ბოდიში ჯოხატაურის ხელისუფლება 3014 ანუ კონკრეტულად ერთი IP მე მხედველობაში სპორტის განვითარების ცენტრი რომელშიც თქვენ რომელსაც ხელმძღვანელობთ ხელშეკრულების აფორმი 3014 წლიდან მაგრამ სპორტის განვითარების ცენტრი მაშინ სპორტ სკოლა უნდა სპორტ სკოლა უკაცრავად აფორმის ხელშეკრულების 3014 წელში ნუ ერთ წლამდე სპორტის განვითარების ცენტრში იყო მე ნახე მაგე მექანიკურ 3000 მექანიკურ შესაძლებლობა დავანებო და მოდის მაგალითად პრეს-რელიზები პიარიდან რომ 14 აპრილს და 15 მაისს ღონისძიებები უკვე გაიმართა მაგრამ მე შეგახსენებთ რომ დღეს არის ქალბატონო ნატალი რა გოჩა ბაბადი რა ჩემ მოდი ნეტა მასეთ შესწორები ქონოდა გოჩა ერთი წამით რა 2014 მაგურად დაეწერა 3000 ასე გები ერთი წამით ქალბატონო დღეს ბევრი პრობლემა აქვს ქალბატონო ნატალი რა ძალიან ბევრი უმუშევრობა ერთი წუთი მამკა ბევრი პრობლემა გვაქვს უმუშევრობა გაუფასურებული ლარი პრობლემა. მოდი ასე ვთქვა. არა ერთი წუთი დამასრულებელი. პრობლემაა დოლარი ასე ხო არ ვისაუბროთ. რაშია გაუფასურებელი ლარი, ოდესაც გაუფასურებელია რუბლი, გაუფასურებელია დრამი, გაუფასურებელია მანათი. როცა რაებს მეუბნები და არა, როცა რას მეუბნები. როცა სოფლიო და ევროპის უმდიდრესმა ნაწილებ ერთი წამით უმდიდრესმა ქვეყნებმა. მოდი ჩვენ გარშემო რეგიონებზე ვისაუბროთ, თქვის საქმეა. რა პრობლემები გვაქვს? აი თქვენ თუ შეგიძლიათ მითხრათ იმ დროის განმავლობაში რაც ხელისუფლებაში ხართ მოსული, ხო? რა გააკეთეთ ჩოხატაურში და თუ შეგიძლიათ კონკრეტული ციფრი მითხრათ, რამდენი ადამიანი დასაქმდა არ გეუბნებით IP-ებში, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის პრაქტიკას ძალიან კარგად იყენებს და დაასახმეს პარტიული აქტივისტები და ასე შემდეგ. ალბათ მადროვებს ბატონი მომყარ. ძალიან საინტერესო შეკითხვა და ვფიქრობ საინტერესო რამდენი ადამიანი დასაქმდა
თუ არა აიპებში, თუ არა გამგეობაში, თუ ასე შემდეგ, თუ ასე შემდეგ. გამგეობაში დასაქმებული თავი დავანებოთ ეს. არა, ხო, გასაგებია, რამდენი ადამიანი დასაქმდა. მე პირდაპირ მაცვიფრებს ეს, რომ სად უნდა დასაქმებული იყო? მოდი, ჯერ დავსვათ ეს კითხვა და თან გავცემ პასუხს. ხო, სად უნდა დასაქმებული იყვნენ? მოდი, ხო, აქაურები ვართ და ვიცი. ხო, სად უნდა დასაქმებული იყო? ამიტომ რა გააკეთეს ხო? ზუსტად ამ კითხოს რა გააკეთეთ რომ დასაქმებული იყვნენ? ხო, მოდი, ამაზე ვისაუბროთ. თუ არ იყო ქარხანა, არ იყო ფაბრიკა, არ იყო წარმოება, არ იყო არანაირი ის რა ქვია, ხო? ნუ მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში და მოდი ახლა ესენი ვსაუბრობენ რომ სრული ხელისუფლება 3 წელია უკვე და ნუ 3 წელია კი არა ვარ კაცო. კოჩა რას ბატონო მოკაც ამ ხო დაასრულებინეთ და 2 წელი და ცოტა მეტია საპარლამენტო ის რა ქვია, შემდეგ 1 წელი კიდე სააკაშვილი ყარგავში და რა ურთიერთობები იყო და როგორ იყო და სულ თვითმმართველობა რომელიც ხმიდა რეგიონებში თუ მერიაში თუ ასე შემდეგ მოსულები ვარ სულ 9 თვეა. ესა ხელისუფლება რომელიც სულ 9 თვეა დაკომპლექტდა არის თუ არ არის ეს. კი დავანებოთ თავი და მოგყვებით მაგაზე გეთანხმებით. ამ 9 თვეში რა გააკეთეთ? ამ 9 თვეში რა გავაკეთეთ, ხო? მოდი ახლა ვიცი. ჩოხატაური დავანებოთ ხო ამას. ჩოხატაურში რა გააკეთეთ? ჩოხატაურში ეხება ზოგადად რომელიც ჩოხატაურში რა გააკეთეთ 9 თვის განმავლობაში? პირველ რიგში ვამბობ იმას რომ რა გაკეთდა არა მარტო ჩოხატაურში და მე შემდეგ რა ჩოხატაურში ერთი წუთით რა ხო შეიძლება ჯერ ჩოხატა რა გაკეთდა საერთოდ ხო ნუ ახლა დაზღვევაზე მე მგონი შეავეჩემო ამათება ბატონო კი ბატონო გეთანხმებოდა ძალიან კარგი რეფორმა მაგრამ თუმცა ბევრი ხარობს გასაგებია უხარბიზოთ შეიძლება და ვერც გაკეთდება ალბათ ხო სულ მოდი ასე დავიწყებ და ეხება ჩოხატაურს რა თქმა უნდა რომ საყოველთაო ჯანდაცვის ეს დაზღვევა მოდი სოფლის პროექტები და ეხება ჩოხატაურს რა თქმა უნდა სოფლის რომელს გულისხმობ სოფლის განვითარების პროგრამას დახმარების პროგრამას ეს ნაციონალური მოძრაობის დროსაც იყო არაფერი თქვა ნაციონალური მოძრაობის დროს 5 ლარიანი და 30 ლარიანი ვაუჩერები და ბატონო თქვენგან სოფლის მეურნეობის პროგრამას გულისხმობთ ესე იგი ანუ მაიკეთეთ და კონკრეტება სოფლის მეურნეობის პროგრამა და სოფლის დახმარების მეურნეობის მე არ ვამბობ ბენზოცელებს გულისხმობთ ხო არა მარტო ბენზოცელებიც ბენზოდროებიც თუ ჩოხატაურში ასე თუ ისე ყველა ადამიანთან გავაგზავნეთ ჩამოთვალ საინტერესო პროგრამები გასაგებია მომდინარეობს და მე ახლაც ვნიშნავ რომ ეს ძალიან ცუდი და ძალიან ცოტა სოფლისათვის რომელიც მათთან მიზერული თანხაა და როგორ შეიძლება მაგალითზე ვიტყვი რომ დაუშვათ ორი შეერთებული სოფელიც დაბლაძის ხესაკურის ერთი დამხელა 1000 კაცზე და 1200 ადამიანი ცხოვრობს და 700 დავუმატეთ ბატონო გოჩა ერთი წამით რომ არა გასაგებია როგორც აღვნიშნე მაგას მე ვამბობ განსხვავებით იმის რომ ნაციონალური მოძრაობა იმდროს ვერ ეთქვა და ვამბობ ეს ძალიან მიზერული თანხა და ეს თითქმის არაფერია ანუ ეს არის როგორც ადამიანს ერთჯერად კითხვა იყო რა გააკეთეთო ჩემო ბატონო რა გააკეთეთო ეს აი გავაკეთეთ რომ ვთქვით ეს სოფლის ანუ ის რა ქვია შემდეგ ჩოხატაურის მაგალითზე. ნუ ახლა მე მგონი თქვენ თვითონ ჩოხატაურში ცხოვრობთ, ანუ ახლოს და ხედავთ ხო დაგებულ ძებს. სადაა ჩაბატონო? ასფალტირება. კი, რამდენიმე ქუჩაზე ნამდვილად გაკეთეთ. თქვენ გააკეთეთ იმაზე მეტი 3 წლის განმავლობაში, რაც პირველ 3 წელს გააკეთა რასმოძრაობა? გააკეთეთ მაგარი გზები არ იყო გაკეთებული? ნაციონალური მოძრაობა გაგება, ბოლო 2 წლის განმავლობაში იმას ვარ გადავაგებთ ზევიდან. კარგი ჩემო ძალიან გზები გაკეთებული 300.000 კიდე უკან მაბრუნებდა 300.000 საიდან იგებთ ამ ბიუჯეტს გზების გარდა. შიდაგზებთ რამდენიმე ქუჩაზეა საუბარი შემდეგ. დიახ ну გავაკეთეთ და გაკეთდა ერთ-ერთი საწარმო, ხო, მე ვიცი წარმოება, ეს რა ქვია, ხიდის გადამამუშავებელი, ну ახლა ჯერ არ არის არა, გასაგებია, ну ახლა გაიხსნება, ну ხო გაიხსნება, ახლა ასე არ არის, რომ სხვა რაღაცა არა, ეს შეკითხულობაა. მე აუცილებლად უნდა კითხოთ თქვენ. მე მგონი გადახვა კულტურის სახლზე ალბათ, თუ მე არა, ეს ძალიან ისეთი თემა ჩვენი მაყურებლისთვის უკვე ეს ვიცით რომ ვერ გაკეთდა და არა შენდა შეარქვეს ჩოხატაურში კულტურის სახლზე. მოდი არაშენდა შევარქვათ მეც გეთახმები და მე თვითონ მოვალ თქვენთან დავაკვებ თუ ეს უკვე აგვისტოს შემდეგ გადაიწია მათ არაშენდა და პირდაპირ ვიტყვი რომ არაშენდას მე ვიქნები მაგის კი ბატონო ნახოთ ამას დროის არა თანხა რომელიც იყო 500.000-ზე იყო საუბარი და რომელიც ნუ ახლა იმ მეწარმემ
დანაშაული ჩაედინა. გასაგები ეს თემა ძალიან ბევრჯერ ნელ-ნელა უკან ბრუნდება. გავშალეთ ასე ვთქვა და ვისაუბრებთ ამ თემაზე. მე უნდა გითხოთ, თქვენ იყავით სპორტსკოლის დირექტორი სანამ საკრებულოში. რამდენი აქტივისტი, პარტიის აქტივისტი დაასაქმა კოჩაჩიკიამ საინტერესო სპორტსკოლაში? და იყო თუ არა ეს ნაციონალური მოძრაობის პრაქტიკის გაგრძელება ესე თუ თქვენ, იმიტომ რომ მაშინ ვაკრიტიკებდით ახლა შაიბებში ნიშნავენ რამდენი აქტივისტი დაასაქმა კოჩაჩიკია, ხო? აი თქვენი პერიოდისთვის. ნუ ახლა როგორ ჩავთვალოთ, რატომ დავასაქმეთ აქტივისტები? არა, მე კონკრეტულ ციფრს გავიგე და ეს არის თუ არა პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა მაშინ გეტყვით. აქტივისტების დასაქმება, ეგრეთულად ქვია იმას, რომ მაშინ ჩვენ დავასაქმებთ ყველა ჩვენ აქტივისტს და ის ვინც იყო იქ სპორტსკოლაში, ყველას ბოდიშის მოხდით, გავუშვებდით სახში. არ გაგიშვიათ პოლიტიკური ნიშნით? არც ერთი არა. აიპიდან ნამდვილად შემოგვიყვარა უფრო მეტი. არც ერთი. ბატონმა გოჩა მოადგილეს ადამიანები, რომელიც გვახსოვს ნაციონალურ მოძრაობას გურიანის როგორ დაждდება არც ერთი ადამიანი მიუხედავად იმის რომ აი ზოგმა მართლა ნამუსიანა და სინდისიერა შტატი დაამატეთ რამდენი გაგცემთ პასუხს ნამუსიანა და სინდისიერა თვითონ თქვა რომ მე ძალადებოდნენ კი ზოგმა თქვა მე არ მემიცი ახლა მაგრამ კი მივეცი გალალადა ემათ ხო არაუს იმიტომ მართლა ძალადობა მედიოდა კი ბატონ დავარებოთ თუ წარსულს მე კონკრეტულად მაინტერესებს რამდენი შტატი დაამატეთ თქვენ შტატი გეტყვი რომ იქ იყო ერთი შტატი რომელიც შეთავსებითი იყო და ეს ერთი შტატი და ორი ადამიანი თქვენს მერე ჯერ დავწერთ რამდენიმე ორი თუ არ ვხსნები ხო ჩემი ყოფილი ქალბატონო თუ შეიძლება აი ძალიან დიდი ბოდიში კომენტარი გავაკეთე მე აქტივისტი დავასაქმე და მაშინ შეგვეძლო გაგვეშვა იმ დროს ყოფილი და ძალიან კარგად მოგეხსენებათ ეს როგორ არ ჩაგვიდენია და ერთი ქალბატონო ნატალი მინდა რა გამოვეხმაო რომ ბატონი გოჩას დავიწყოთ იქიდან რომ ადამიანი ამბობს რომ 9 თვეა მოვედით ხელისუფლებაში. დიდი ბოდიში, მაგრამ რას ნიშნავს 9 თვეა მოსვლა ხელისუფლებაში, როდესაც 1 ოქტომბერს აგებული არჩევნები შეგდეთ, თვის ბოლოს, ოქტომბრის ბოლოს ნაც მას ქართული ოცნება ჩოხატაურის გამგეობასა და საკრებულოს მთლიანად აკომპლექტებდა. არა, ეს წინა გადაცემაში გაკეთებული განცხადება უნდა აუცილებლად უნდა შეგახსენოთ თქვენმა პარტიის ლიდერმა ჩოხატაურში დიმიტრი კორიფაძემ ზუსტად ამ სტუდიაში გაკეთა განცხადება რომ ის საკუთარი სურვილით წამოვიდა არავის არ გამოუშვია არა ერთ წუთი არა თქვენ დააკომპლექტაო და მან ასევე დიმა როგორ წამოვიდა ეს არის ერთი წამი გასაგები უყურე მე დიმას საქმე დიმაა კაცო მე საუბრობ ეგეთ რაღაცა როდის მოვიდა ქართული ოცნების გამგებელი ხელისუფლებაში და საკრებულოს უკვე ნაცმოძრაობა ვეღარ აკონტროლებდა, ხო? აკონტროლებდა ჩემოგოჩა ძალიან ადრე თვის ბოლოს. ერთი როგორ ხო, იანვრის ბოლოს ერთი წამი გოჩა. ხო, არ უნდა გაგიჭირდეს ნამდვილად იმის გაგება მე რა ვთქვი. არა, არ ვიგე გოჩა, დასაგებია. გოჩა, ერთი წამი დავასრულებ. ხტები გოჩა, მოვიდა. გოჩა, დავასრულებ. საპარლამენტო ქართული ოცნების გამგებელი მოვიდა. ქართული ოცნების გამგებელი მოვიდა, დაიწყო ჩოხატაურის მართვა, ხო? თუ თქვენ ამ ადამიანის გადაწყვეტილებას ემიჩნებით ჩემო ბატონო დღეს მოადგილეთ ხავთ ეს ადამიანი ხო დამაჯინჯარეს ფაქსა ეხლა დავიწყოთ რომ რა გაკეთდა ხო გოჩამ ჩამოაყალიბა და ახსენა ის ფუნდამენტალი როგორც დღევანდელი მთავრობა მიღწეულ საქმეში ამბობს სოფლის მხარდაჭერების პროგრამა შეგვეშალა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამაში ხო მოდი დავიწყოთ ახლა აქედან მადლობა ღმერთს მათემატიკა არსებობს და მათემატიკის ციფრებით ითვლება ყველაფერი ხო გოჩა თლიან შიდა პროდუქტში სამი წლის განმავლობაში 0.7 მილიარდი დაახლოებით 700 მილიონი ლარი არის სოფლის პროექტში დახარჯული აი მაგ პროგრამაში თლიან შიდა პროდუქტში აი ამ სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის წილი გაიზარდა 1%. ელემენტარულად ეკონომისტები გოჩა თახდება იმაზე რომ ამხელა ხარჯით ამხელა აი ძალიან პატარა ეფექტის მიღებ პროექტს ქვია ჩავარდნა ჩემო გოჩა იქ იყო შემდეგ თემები კორუფციული გარიგებების შესახებ და ასე შემდეგ და ასე გაიხსენეთ გეთახმებით ძალიან კარგია დაზღვევების საკითხი მაგრამ დღეს არის მაგალითები ჩემო კარგო დღეს არის აი ჩვენი მეგობარს ეხება 180 ლარს თხოვენ მე 5 დღის მერე თავის დედა რომ გააჩეროს იმაში რა ქვია აპარატზე რომ ხავდეს მიერთებული ესე იგი როგორი რაღაცა პროგრამა კარგია იდეა კარგია
გეთანხმებით, მაგრამ იმდენად ბევრი რაღაცა თემები არის ისარგებლა, მაგრამ არ შენ, აი გოჩა დაგისვა ეგეთ რაღაცას. ყველა ადამიანის დაზღვევა ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს პროექტი კარგია. მე გეუბნებით, რომ არ ნიშნავს. დაზღვევა უნდა კონდეს მას, ვისაც ეს გოჩა ჭირდება. არ შეიძლება ადამიანს არ ჭიროდეს და კონდეს ეგ დაზღვევა. ან ფინანსურად იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სახელმწიფო მას ჩვენს მიერ გადახდილი ფულით აფინანსებდეს, რომელსაც არ ჭირდება, ჩემო გოჩა. უნდა წავიდეს ეს იქ, სადაც სახელმწიფოს ჭირდება. და მე მერწმუნეთ, სახელმწიფოს დღეს ბევრი რამე ჭირდება. ჭირდება იმიტომ, რომ აქ ყველაფერში ინფრასტრუქტურული პროექტები წამოვიდეს, კრიმინალის დონე წამოვიდეს, ჯარის შენახვაზე იყო და ასე შემდეგ. არ არის საჭირო დააფინანსო ის ავადმყოფი, რომელსაც ამ ოჯახს აქ იმისი საშუალება ამ პრობლემის გადაწყვეტა. მოდი, ინფრასტრუქტურული პროექტები ახსენეთ, მოდი ცოტა ხანი. ეხლა ერთი წამი, საერთოდ დრო იწურებდა მე მგონი, აი, ინფრასტრუქტურული პროექტები გოჩა, ერთი წამი რა, თქვენ ბევრი საუბრობთ და რაღაცა მინდა გითხრათ რა. მე ახლა ავსაუბრობ ეხლა მე ინფრასტრუქტურებზე არ გამიაყურებ და ყურადღება გაკეთებაში დაუშვათ, მაგრამ იცი როგორი თემაა? ერთი წამით რა. გოჩა, ერთი წამით რა, სულ სხვა რამეს ვამბობ. მე გეუბნები თქვენეთ რაღაც. თქვენ რა გონიათ დაცმოძრობა ჩასაფრებულ პოზიციიდან საუბრობს? ნაც მოძრაობა ხალხო საუბრობს თუ ამ ძალას რაღაცა გაუკეთებიათ, მოდი და ამოიღეთ ეს კარგი და გავაგზავნოთ ამის გაკეთება. გოჩა გეუბნებით, თქვენ ჩოხატაურის საკრებულოში ხარ? გოჩა, ერთი წამით რა, დამასკო. გოჩა, არ უნდა იყოს არ უნდა იყოს ჩაციკული რაღაცა ერთ საკითხზე საუბრობ ჩასავლური პოზიციიდან არ საუბრობ გოჩა თქვენ გეჩვენებათ გოჩა ეგ თქვენ გეჩვენებათ დასავალს ეჩვენება გოჩა ობიექტივს ეჩვენება იმას ეჩვენება რომელიც იმას ეჩვენება გოჩა ვის ვერაკეთებ თქვენ საქმეს გოჩა ვერაკეთებ გოჩა თქვენ ხარ თქვენ ხართ აგერ ჩოხატაურში ხართ ისეთი გამგეობა რომელსაც თავისი მუშაობის პერიოდში კონტროლის პალატა უდებს დასკვას რომ ვერ მუშაობს ნორმალურად გოჩა ვინმეს მოითხოვეთ რომ ყვირივარ ყველა საკრებული შენ პირადად ადექით და თქვი რომ ვიღაცა ეხა ყველაფერს თავისი ახსნა უნდა ქონდეს ხო ამიხსენით ხალხო აუდიტის დასკვნის განხილვა და დავასრულოთ ამ შეკითხვით ჩვენ კაცო ბატონო მოითხოვა საკრებულოზე და საკრებულოზე მოითხოვა ბატონო ამუკა დიდი ხანია ფანქრით რომ ავსებენ დოკუმენტაციას ჩოხატაურში ეს სიცხულია ხალხო ეს ეგრე არ შეიძლება ფაქტებზე აღარ უთქვა არაფერს იმიტომ რომ ესეც ცნობილია ჩვენი მაყურებლისთვის და ეგრეთ წოდებულ გარემონტებულ ბაზარზე. აქ არ არის, ქალბატონო ნატალი. შეიძლება ბოდიში გიხდით და შეიძლება ფანქრითაც აკეთებს ეს შეცდომა იყოს. ოღონდ საქმე გააკეთო. ესენი ვერ აკეთებენ არა ვერ აკეთებენ. მე აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ეს შენიშნავს მიღყვან საფინანსოზე საუბარი იყო ნაციონალური დროსაც. გოჩა გავაკეთოთ ის რაც გაკეთეთ. რა გოჩა რა მითხარი რა თათუხაშვილი არ არის? არ არის თათუხაშვილი თქვენი მოგონი წამება არ არის ციხეში რა ეს მეუნები გოჩა ადჯერ გაზარდეთ ხალხო ბიუჯეტი საერთოდ შეასრულეთ ჩვენს მიერ 3 მილიარდი ლარი გაქვს აღებული გოჩა ეს იცი რას ნიშნავს ქვეყნის განგრევას ნიშნავს ჩემო გოჩა 5%-იანი ხო გეუნებოდათ ხატური ხალხო გეუნებოდა 5%-იანი ეკონომიკის ზრდა ესე იგი ნახევარი საუკუნის მერე დავეწევით პოლონეთს სიტყვაზე ხო არ ვიდა მე ნახევარი საუკუნე ჩემო გოჩა ჩამოიყვანეთ და 2%-იანიც არ არის ფული გაგექსათ ლარი გაგიმასა ბიუჯეტი გაგექსათ ჩემო გოჩა ვერაფერს ვერ აკეთებ ფლაუ საქციებიდან გამომდინარე გოჩა რას გეტყვით იცი გოჩა ნუ ჩაიციქნები რაღაცაში გამოდით ჩემო კარგო გამოდი ამ ხელაფრობაზე ეს არის როგორი რაღაცა ეს არის თქვენი მონაპოვა ისი მონაპოვარი გოჩა რაუქერის ვერ იმ ჩვენ მონაპოვარ 9 მილიარდიან ლარს რაუქერი საწაიგეთ ეკონომიკიდან 5 მილიარდი რატო იკეტება ეს ამდენი მაღაზია ამდენი ბიზნესი კარგი რა გოჩა რა ეგ უცოდინარობა საწავე დაიჯერეთ ისავლეთ ხალხო ისავლეთ გაიგეთ ნამდვილად არ ვისწავლეთ იმას ეგ არის თქვენი პრობლემა თქვენ გონია გოჩა რომ ყოველთვის იქნება ეს არ იქნება ქართველი ხალხი მოვა თქვენაც გეტყვით ადამიანების ჩვენი გადაცემის დრო იწურება. კარგი რა გოჩა, კარგი რა, ასავალ დასავალის ერთით მელაპარაკეთ გეუბნები. ვისაუბროთ საქმიან. მე თქვენ გიყურებთ როგორ საქმიან ადამიანს და თქვენ ამ კითხვებზე თუ პასუხს ვეცემ, მე გადადიხარ რაღაცაზე. კარგი დავიგე, მაგრამ რას აკეთებ? ვერაფერს. აი ნახოთ რას გააკეთებს. ბატონო გოჩა, მე ბოლოს შეკითხო თქვენ დავასრულეთ ამ გადაცემას, არა ძალიან გქონდ მე. ისე როგორც ისე გაკეთებულია ხო და ჩოხატაურია
სოციალური სახლი გაკეთდა, კარგი რა გოჩა. შეკითხვას დავსვამ, აქ თემაზეც იყო წინაგადი საუბარი და თქვენ პარტიზანებმა ისაუბრა, გაკეთდება იმედია, ჩვენ გავაკონტროლებთ აუცილებლად როგორ გაკეთდება და იმედი არ გაკეთდება ისე როგორც გაკეთდა ბაღები, ეგრეთ წოდებული ბაღები. ბოლო შეკითხვა ბატონო მამუკამ, რამდენიმე ხნის წინ საკრებულოს ხდომაზე დააყენა ესეთი ინიციატივით შემოვიდა, რომ განიხილოთ ეგრეთ წოდებული სკანდალური დასკვნა აუდიტის სამსახურის, რომელიც მართლაც სკანდალურია და ბევრი ისეთი ნიუანსი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. თუ შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტული ციფრი, საინტერესოა თქვენს ფრაქციაში მოხდა თუ არა ამ დოკუმენტის განხილვა და როდის მოხდება საკრებულოს ხდომაზე აი ამ დოკუმენტზე საუბარი? უახლოეს პერიოდში მოხდება. ეს უახლოეს პერიოდ რამდენჯერმე გაისმა ამავე გადაცემაში დაპირებები კონკრეტული დრო თუ შეგიძლია გითხრათ? მე მგონი მე მეკითხები და ხო, ანუ კონკრეტული დრო თუ შეგიძლია გითხრათ? უახლოეს პერიოდში მოხდება, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი იქნება განხილული და ფრაქციაში განიხილეთ თქვენ უკვე ან ბიუროზე იყო ამაზე ლაპარაკი. გოჩა, ამიტომ გეუბნებით. გოჩა, ამიტომ გეუბნებით, თქვენ ყოველ დღე ტყუილა გაძლევთ ხალხი ხელფას. ჩემო კარგო, რას ქვია ფრაქციის მართველი კოალიციის ფრაქციის თავმჯდომარე ხარ და ფრაქციის თავმჯდომარე თავის ფრაქციაში არ განიხილა ეგ? ეს არის გოჩა, იცი როგორი რაღაცა? თქვენ ვერ აკეთებთ საქმეს, გოჩა. რას ქვია განხილვას? გოჩა, არ მახსოვს მე ვიღაცა თქვენი როდესაც მე ვითხოვდი ამ ყველაფრის გამო საკრებულოში არავის არაფერი არ გოჩა, ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა ხალხო. ეს არის ეს ერის პრობლემა. რომ ფრაქციის წევრი ფრაქციის ერთი წამი ფრაქცია რომელიც მართლ კოალიციაში შედის და ამხელა დასკვას არ განიხილავს თქვენ იქ ბოდიში მაგრამ არ უნდა იყოთ თქვენ ვერ აკეთებთ გოჩა საქმეს თქვენ ვერ აკეთებთ ამ საქმეს გოჩა იცი რა იყო საფინანსო კომისიის თავმჯდომარე კომისია არ უნდა იყოთ ფრაქცია ხო თქვენ გოჩა საქმის კეთება არ უნდა ეს გონიათ ეს არ არის გოჩა თქვენ ხო არ გონიათ თქვენ იქნებით მუდამ თქვენ გონიათ იქნებით მუდამ არა გოჩა ჩემო კარგო რა თქმა უნდა არ გვაქვს მაგის ამბიცია და ფიქრი როგორ თქვენ გოჩა არ იქნებით გოჩა იმიტომ რომ საქმე არ იცი საქმეს გოჩა ვერ აკეთებ თქვენ არ შეგიძლიათ ელემენტარულად იმის თქმა რომ კონტროლის პალატამ რაც დადო ეს უცოდინარობაა გოჩა ამიტომ არ უნდა თქვენ ამ ხელახელფას არ უნდა გიხდიდეს ადამიანები თქვენ ამ ხელფას თქვენ არ უნდა გიხდიდეთ არაფერს არ აკეთებ გოჩა საერთოდ არაფერს არ აკეთებ გააკეთეთ გააქცევთ თქვენ შეგხვდით ხალხი თქვენი პარტიის თავმჯდომარე 9 აპრილის